სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის მიცემისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, იმერეთის სატყეო სამსახურის ხონის სატყეო უბნის ტყის ძველი და საქართველოს მოქალაქე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მოქალაქემ ხონის სატყეო უბნის ტყის ძველის დახმარებითა და შუამავლობით იმერეთის სატყეო სამსახურის უფროს მის სამცველოში არსებული ტყეკაფიდან 25 კუბური მეტრი გამომშრალი ხის მორების გატანის საანცვლოდ შესთავაზა და ქრთამის სახით გადასცა 3000 ლარი. რა დროსაც აღნიშნული მოქალაქე და სატყეო უბნის ტყის ძველი ბრალდებული სახით დააკავეს. გამოძიება ქრთამის აღებაში დახმარებისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-328 მუხლის პირველი ნაწილითა და 329 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.